ბექა გოცირიძის საჩივრის საფუძველზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აქციების მონაწილეებს თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. პოლიციის განცხადებით მათ პარლამენტთან ჯგუფურად იძალადეს გოცირიძეზე. აქციის მონაწილეები ბრალდებას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ დანით შეიარაღებული ოცნების პროვოკატორი გოცირიძე მომიტიგეებთან თავად შევარდა და პროვოკაცია მოაწყო, თუმცა პოლიცია მის ტერიტორიიდან განარიდა. უნგრეთი უკრაინას ნავთობსადენზე თავდასხმაში ადანაშაულებს. განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ გაავრცელა. მას არ დაუკონკრეტებია, როდის ან რომელ ნავთობსადენზე მოხდა თავდასხმა. სიარტოს ბრალდებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა და შეახსენა, ვინ არის აგრესორი. შეგიძლიათ თქვენი საჩივრები და მუხარები გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს მოსკოვში, დაწერა სიბიგამ. დემონსტრაციული და ცინიკური რუსული დარტყმა. ასე აფასებს ვაშინგტონში მყოფი ზელენსკი უკრაინის მასშტაბურ დაბომბვას ბოლო დღეღამის განმავლობაში. ზელენსკი თავდასხმებს სწორედ თეთრ სახლში დღეს დაგეგმილ მოლაპარაკებებს უკავშირებს. მოსკოვმა უნდა გაიგოს სიტყვა შეჩერდი, წერს უკრაინის პრეზიდენტი. იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხება აუწყების განცხადებით გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნოტარიუსთა პალატის სერვისების გაცემა. იუსტიციის სახლის ცნობით ხარვეზის აღმოსაფხრელად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.